მოგესალმებით, მეგობრებო. თვარის დაბნელება გვაქვს 3 მარტს ქალწულის ზოდიაქოში. ფაქტიურად სრულდება ამით დაბნელების დერეფანი, ისე რომ ვთქვათ, მანამდე გვქონდა მზის დაბნელება 2 კვირის წინ და ეხლა სრულდება თვარის დაბნელებით, იხურება ციკლი დაბნელების. საერთოდ დაბნელებების ციკლი ასტროლოგიაში სიმბოლურად არის აჩქარებული პროცესების გამომხატველი. რაღაც ვარი დაგროვილი, რაღაც ვარი გადაუწყვეტელი, აი ეს აჩქარებს პროცესებს, ნეგატიურიც თუ პოზიტიურიც, მაგალითად. და ყველაზე მთავარი არის, რომ რაც დაბნელების დერეფანში ხდება, ეს არ არის დროებითი, ან უბრალოდ ისეთ ფრაგმენტული. შეიძლება ძალიან ხანგრძლივ დროზე იმუშაოს აი ამ ენერგია, მაგალითად, როგორც პოზიტიურმა, ესევე ნეგატიურმა, ხო? და დაბნელება მთვარის, აი თუ მზის დაბნელება არის რაღაცა პროცესის დაწყება და რაღაცის ახლიდან, ესე რომ ვთქვათ, ახლიდან რაღაც პროცესების განახლება, მთვარის დაბნელება ასრულებს რაღაც ციკლს. უფრო არის რეკომენდებული ხოლმე, რომ ემოციურად დავასრულოთ რაღაც გადაწყვეტილებები, მაგალითად. უფრო არის მთვარე მედიტაციური ენერგიის მომთანი არის მედიტაციურად იმ კუთხით, რომ აი უფრო ჩაღრმავება არის საჭირო საკუთარ თავში, რა მაქვს გასაშვები, რა მაქვს დასასრულებელი, რა მაქვს შესაცვლელი. ოღონდ ეს არ არის ახალი ენერგიის დაწყება, ეს არის უფრო ძველის დასრულება. ხა მსოფლიო ტენდენციებს თუ მივყვებით, მაგალითად, ხო, ამ დაბნელების ფონზე არის ამავე დროს მნიშვნელოვანი, რომ სატურნი ნეპტუნის შეერთება არის, ამაზე მაქვს ვიდეო, შაშან გავაკეთე პირველად ამაზე ვიდეო, რომ ეს ციკლი განსაკუთრებით უკვე საბოლოო შეერთება იყო ვერძის ზოდიაქოში და 2025 წელი რო იყო მოსამზადებელი რაღაც სერიოზული ცვლილებებისთვის და რაღაც ომში ან სერიოზულ ესკალაციაში რო ჩაერთვებოდა მსოფლიო, ამაზე მეც და ფაქტობრივად ყველა ასტროლოგი ამაზე ლაპარაკობდა. თვითონ ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს უბრალოდ კომბინაციებს ვამბობთ ხოლმე, რომ ვერძში 0 გრადუსზე გადასვლა სატურნის და ნეპტუნის, ვერძი არის ცოტა კონფლიქტური ენერგია. ეს არის საომარი მოქმედებების ენერგია, ან რაღაც რადიკალური ცვლილებები, ან რაღაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები. და ამ ფონზე ეხლა რაც მაგალითად ირანთან დაკავშირებით მოხდა და თან ისიც უნდა ვთქვათ ციკლურად მთლიანობაში განიხილება, ხო? რომ შავი მთვარე მშვილდოსანში არის, ამასაც მქონდა გაკეთებული ვიდეო, 2 ვიდეო გავაკეთე ამ ტრანზიტზე, რაც მოიტანდა მშვილდოსანი, ეს არის კონფლიქტური ურთიერთობები, პოლიტიკური უწყებებში, მაგალითად პოლიტიკური დაძაბულობა, ეს არის საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები, თქვი ამაზე ადრეც ვიდეოებში, მოგზაურობების გართულება თუ არ არის რაღაც ისეთი აუცილებლობა, მაგალითად მოგზაურობებში შეიძლება საზღვრებთან დაკავშირებით პრობლემები ყოფილიყო და ესეც მშვილდოსნის ენერგია გააქტიურდა, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ირანზე დარტყმა ძალიან ბევრ ქვეყანაში შეიქმნა აეროპორტებში პრობლემები, თვითონ ქართველებიც მწერდნენ, მაგალითად რუკა რო გქონდა აი უახლოეს პერიოდში ვინც გააკეთა ჩემთან რუკა მაგალითად და ვინც კონსულტაცია მქონდა, ჩანდა იქ რომ აი ყურადღებით იყავი მოგზაურობაში და მართლა რომ გაიჭედნენ მოგზაურობაში, უბრალოდ მე მართლა არ ვიცოდი რასთან შეიძლებოდა ესე კავშირში ყოფილიყო, მაგრამ ზოგადად ესეთი ტენდენციები გვაჩვენებს ხოლმე, ანუ ეს მთლიანობაში რა ვთქვათ, ხო? და თან თვარის დაბნელებაზე რომ დაემთხვა, აჩქარებს პროცესებს დაბნელება ზოგადად, ის რაც დაფარული იყო, რაც გადაწყვეტილი იყო, ის უკვე გაცხადდა. აი ეს არის დაბნელების ზოგადად სიმბოლური მიმართულება. ნეპტუნიცთან, როდესაც სატურნთან არის შეერთებაში, ნეპტუნი არის დაფარულობა, რაღაც საიდუმლო და სატურნი ეგ სტრუქტურას აწყობს. ოღონდ მე აი ამ ტრანზიტის გათვალისწინებით უფრო რა მგონია, ამავე დროს ეხლა როდესაც მოხდა ეს ამერიკის და ისრაელის ჩართულობა პოლიტიკურ სიტუაციაში, ხო, კონფლიქტურ სიტუაციაში. მაინც არ ველოდები მე პოზიტიურ მიმართულებას აი ამ კონფლიქტის და რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი მარსი სუსტ კვადრატურაში იყო ურანთან, მაგ დღეს და ეხლაც არის ეს კვადრატურა მარსის, ბოლო გრადუსი იყო მერწყულის და ურანთან იყო კვადრატურაში, ეს ყოველთვის აჩვენებს რომ რაღაც ძალიან სწრაფად მოხდა. ჩემი ინტერპრეტაციით აი ესე გეუბნებით, შეიძლება ყოფილიყო ესეთი მოვლენა, რომ აი უცებ რაღაც მაგალითად სიმბოლურად რა ვთქვათ, ირანის რაღაც ჯგუფი უცებ აღმოჩნდა ერთად და მოდი გადავწყვიტოთ უცებ დავარტყათ და გავანადგუროთ სხვა დრო ამისთვის აღარ გვექნება. აი
სიმბოლურად რო ვაგიხსნათ, შეიძლება ეს სცენარი ყოფილიყო. იმიტომ რომ ურანი და მარსი ერთად კვადრატში, ეს არის თან მარსი სიმბოლურად კონფლიქტს, ომს, დაპირისპირებას მართავს. როდესაც ახლა სადღაც ბომბები ცვივა, აქ ყოველთვის მარსი უნდა იყოს ჩართული. და როდესაც ეს არის ურანთან კვადრატში, როგორც წესი, ეს არ იყო მაინც ზაგეგმილი, ეს არის ხოლმე ცოტა სწრაფი, დაუფიქრებელი, იმპულსური გადაწყვეტილება. მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ზოგადად ასპექტს ესე ვხსნით ხოლმე. ჩემი აზრით, ამ ფონში იქნებოდა ეს თან აქ დაბნელებაც არის, დაბნელება აჩქარებს პროცესებს და აქედან გამომდინარე თვითონ ირანის რუკასაც რო უყურებ, იმდენ რთული პერიოდში შედის ახლა ირანი, ხანგრძლივ სატურნულ პერიოდში, რომ არ მგონია მან რამე დალაგდეს და როდესაც შილდოსანში არის შავი მთვარე, ეს შეიძლება რაღაც უფრო აი საზღვრები გარღვია. ნახეთ, აი თვითონ ეს დაბომბვის თემები სხვადასხვა ქვეყნებშიც მოხდა ეს, ხო? მე მგონია, რომ ეს კიდევ უფრო შეიძლება გაღრმავდეს ეს კონფლიქტი. ადრეც ვამბობდით, არა მარტო მე, რომ ყველაზე მეტად ირანს შეექმნებოდა ამ შეერთებაში, სატურნი ნეპტუნის შეერთებაში საფრთხე, იმიტომ რომ თვითონ ნეპტუნური ენერგია ეს პირდაპირ ირანის ენერგია არის და მათ რუკაშიც ეს ძალიან აქტიურად ჩანდა, ამიტომ საკმაოდ რთული პერიოდი ეწყებათ. ახლა აი როგორი პერიოდი არის, იცით, დაახლოებით საქართველოში რო იყო 91 წლის დამოუკიდებლობა და შემდეგ რამდენი რთული პერიოდი გავიარეთ, ხო, აი დაახლოებით ესე ციკლში ჩემი დაკვირვებით შედის ირანი ახლა და საკმაოდ რთული პერიოდი ექნებათ. არ მგონია იქ ესე მარტივად რაღაცები დალაგდეს. მეორეც ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ რა არის ახლა ესე ტოტალიტარიზმის ან დიქტატურის ყველაზე ნეგატიური გამოვლენა. იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად როცა ველი არის უკვე ძალიან ნეგატიური, ხო, საზოგადოებაში დათრგუნული ენერგია. ბუნებრივად არ ხდება განვითარება ინსტიტუტების, ბუნებრივად არ ხდება საზოგადოების განვითარება. ჩახშული არის ეს ენერგია და ძალიან ძნელი არის იქ მერე მოიწიო საჭირო ხალხი, იმ საჭირო ხალხსაც განვითარება აქვს შეფერხებული, იმიტომ ჩვენ კოლექტიურ ველში ვართ, ხო, რაც არ უნდა ხა მე ძალიან განვითარებული ვიყო და წიგნებს ვკითხულობდე. თუ გარემოში ჯანსაღი პროცესები არ მიდის, მეც გარკვეულწილად ამ პროცესებში ვეღარ ვითარდები. ეს გამოიწვია ზუსტად 90-იან წლებში ჩვენი დამოუკიდებლობა, ну, საზოგადოების მხრივ, ხო, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, ძალიან სერიოზულად დაკლდათ, ხო, რაღაც ისეთ პროფესიონალიზმი, მიუხედავად გოლანთებულები იყვნენ, მაგრამ ის რაც ახლა შეიძლება იმ მომენტში ევროპულ პოლიტიკაში ხდებოდა, ნაკლებად იყო ამის შანსი. იმიტომ ზუსტად რომ იმდენი წლის განმავლობაში რო არ იყო ჯანსაღი სოციალური განვითარება, ძალიან ძნელი არის იქ პოლიტიკურად ჯანსაღი პროცესები წაიყვანოს მერე მოქალაქეებმა, ხო, ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურებმა. ამიტომ დაახლოებით ესეთი რაღაც დაიწყება ახლა ირანს და სხვათა შორის ის მისი ლიდერი, რომელიც გარდაიცვალა, მანამდე დავწერე, რომ რთულ პერიოდში სადესაწის პერიოდი დაეწყო მას და ძალიან რთული პერიოდი იქნებოდა. მაგრამ მას ყავდა ეს მერწყულური ზონა დაზიანებული და ეს თავისუფლების შეზღუდვა ირის სოციუმის ეს მის რუკაში ძალიან კარგად ჩანდა და ახლა გადავიდა პლუტონი მასთან და ნუ სატურნთან ერთად უკვე ეს პრობლემები შექმნა. ზოგადად ფონი მსოფლიოში რაც ხდება, გარკვეულწილად ამაზე გქონდა ადრეც საუბარი პერიოდულად, მაგრამ კონტექსტი ახლა რაც ხდება, ეს ჩვენ თავზეც უნდა დავინახოთ, ხო? ამიტომ რაც მსოფლიო მიმდინარე მოვლენებში არის მიკრო და მაკრო დონეზე, ხო? აი ეს ტენდენციები არის ახლა დედამიწაზე. ამ ტენდენციებშიც ჩვენ ველის კუთხით ვართ გარეულები. შესაბამისად, როცა ახლა ქალწულში არის ახლა დაბნელება, დახურვა, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი ის აქტიური მოქმედებები არ არის ხოლმე მაინც-ამაინც სასურველი. ზოგადად, აი ეს თებერვალი არ იყო დიდად აქტიურობისთვის განსაზღვრული, დიდად ესე რომ ვთქვათ, პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა ისეთი, რომელიც აფერხებდა, ну, მომავალში შექმნიდა პრობლემას. ამიტომ ეხლა აი ამ სოფლიო მიმდინარე მოვლენებში მე დიდად არ ველოდები, უფრო აირია ყველაფერი, ვიდრე დალაგდა. აი ესეთი განცდა მაქვს, უფრო აირეოდა, პლუს ნეპტუნი არის ქაოსი, ჯერ ქაოსით იწყება ყველაფერი და სატურნს მოუწევს მერე ამ ყველაფრის დალაგება, სტრუქტურის მიცემა. ამიტომ უახლოესი თან ერთი 6 თვე მინიმუმ 7 თვე ესე
აი ეს მოგზაურობა, ეს უცხოეთთან ურთიერთობა, აი ეს ყველაფერი ცოტა გართულდება და პრობლემები შეიქმნება პერიოდულად. აი ეს წინ გვაქვს კიდევ ეხლა უბრალოდ პირდაპირ შავმამთვარემ გამოხატა თავისი თავი, თავისი აი ამ მოგზაურობებში გაჭედვა, აეროპორტების დაბომბვა ტიპიური მშვილდოსნური ენერგია იყო, იმიტომ რომ პირდაპირ მოგზაურობებს, უცხოეთს, აი საპასპორტო შეზღუდვებით შეიძლება გამოვლინდეს ახლა ხო ან რაღაც ესე რომ და საქართველოს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ისეთ აქტიურად შეიძლება შეეხოს ეს ქართველებს ზოგადად შეიძლება ეს უვიზო მიმოსვლის პრობლემა შეიქმნას რაღაც ესეთ თემები იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ასევე შავმთვარე მშვილდოსანში ყავს ესეც ანუ შავმთვარის დაბრუნება გვაქვს და მინდა შეგახსენოთ ახლა იგივე კომბინაცია არ ჯდება მაგრამ მშვილდოსანში იყო შავმთვარე უბრალოდ მაშინ შავმთვარესთან პლუტონი ყავდა შეერთებაში ტრანზიტული და მაგან გამოიწვია ეს ომი 2008-ში იყო შავმთვარის დაბრუნება და განსაკუთრებით ამ პლუტონმა აი ის მთელი შავმთვარის ენერგია კიდევ უფრო ხილული გახადა. ეხლა მთვარის დაბნელებაზე ამოდის ზედაპირზე ისეთი დაფარული ფსიქოლოგიური ემოციები, რაც მაინც არ გვინდოდა გვენახა. ერთ-ერთი კარგი პერიოდი არის თერაპიულად მუშაობა საკუთარ თავზე. პლუს მინუს კიდე რამდენიმე დღე ამ დაბნელების ენერგია მინიმუმ 3 დღე კიდე გასტანს და მაგ პერიოდში მაინც ახალი დაწყება არ არის ხოლმე სასურველი. თუმცა შეიძლება პოზიტიური ის იყოს, რომ აი ემოციურად დაკვირვება საკუთარ თავზე მოგცემს ძალიან ბევრ გაცნობიერებას, რაღაცებს დახურავს, აი გეშტალტების დახურვას რო ვიზახით. ყველაზე კარგი პერიოდია რაღაცების გადაყრა სახლიდან, თუ რამე გაქვთ, ხა ეს ზუსტად პრაქტიკული კუთხით, თუ რამე გაქვთ ზედმეტი შეცვალოთ მაგალითად ყვება მოაწესრიგოთ, იმიტომ რომ მთვარე ეს პირდაპირ არის ყვებასთან დაკავშირებული, ეს არის სხეულთან ურთიერთობა და ყვების დალაგება, მაგალითად მავნე-ჩვევების დასრულება, მოშორება, ესე ძალიან კარგი არის ამ პერიოდში. განსაკუთრებით შეეხებათ ეს ქალწულის ზოდიაქოებს, თევზებს, მუტაბელურ ჯვართან არის პირდაპირ კავშირში, მშვილდოსანს და ტყუპებს. განსაკუთრებით ეს აი ამ კვადრატურას შექმნის, თუმცა აქ საუბარი არის ამ რამდენიმე დღეზე. და არ არის ხო ეს ისეთი უბრალოდ ამ პერიოდში ამ ნიშნებმა განსაკუთრებით სასურველი რაღაც ისეთი არ დაიწყოს ახალი, იმიტომ რომ ეს არ არის მით უმეტეს დაწყების პერიოდი, ეს არის დასრულების პერიოდი. კარგი ასპექტი აქვს ამ და მთვარის დაბნელებას იუპიტერთან. სექსტილი აქვს და აქ გარკვეულწილად გაფართოების შანსიც არის რაღაცნაირად შინაგანად, როდესაც რაღაც ახალს ხვდებით, რაღაც ახალის გაცნობიერება გვიწევს, იმითი რომ აი ძველი პროცესი დავხურე, მე რაღაცაში გავერკვიე და ეხლა რაღაცები უნდა შევცვალო. აი თერაპიულ პრაქტიკაში ეხლა ვისანაც მე თუნდაც კონსულტაცია მაქვს, აი ძირითადად ამ დღეებში არ იყო ისეთი საუბრები, რომ რა ახალი დავიწყო, უფრო იყო რომ აი გავერკვე, წარსულში გავიხედო, გავერკვე, რა მაქვს დასალაგებელი და ეს დავხურო. უფრო ენერგია სამყაროში ახლა მაგ მხარეს არის მიმართული. თან რა არის რომ თვითონ ქალწულის ენერგია არის რაციონალიზაცია. აი ხა თუნდაც სოფლიოში რა პროცესებიც მიდის, ძალიან სწრაფად შეიძლება და კრიტიკა გამოვლენილი იყო. კრიტიკული აზროვნება ჩართულიყო, რამდენად სწორი იყო ეს, რამდენად არ იყო სწორი, ხო? იმიტომ რომ ქალწულს უყვარს ეს ანალიზი, დაკვირვება, პრაგმატიზმი და თან ოპოზიციურად თითქმის მთელი პლანეტები იქნება გადასული არის თევზებში. და თევზები ქალწულის ღერძი ერთმანეთს უპირისპირდება. თევზები არის უფრო ოცნებები, უფრო აი ფაციფუთში რო რაღაცას უცებ გააკეთეთ, მაგალითად იმპულსურად ემოციებს რო გავყვებით და უცებ რო ვიმოქმედებთ და მე ჩაერთვება ქალწულის ენერგია, იმიტომ რომ თვითონ ქალწული ეს არის მერკურის ენერგია, გონების მმართველი პლანეტა და მერკური ახლა მზესთან არის ამავე დროს, ესე იგი ზუსტად რეტროგრადულ ფაზაში არის მერკური, რეტროგრადულ ფაზაში რაღაცა ისეთი საოპერაციო ღონისძიებების დაწყება მაინც არ არის სასურველი, იმიტომ რომ როგორც კი ეს გასწორდება, მე აღმოჩნდება იქ უამრავი შეცდომა დაშვებული, უამრავი პრობლემა, ან ხელმეორედ იქნება გასაკეთებელი რაღაცეები და მზესთან შეერთება რეტროგრადული მერკურის, ხო, მზე ანათებს. ანუ რაც კი რამე შეცდომები შეიძლება მოხდეს ახლა, იმიტომ რომ ამას ვეძახით, როგორც იცით, აი მართლს ვეძახით, ანუ დაბნელების მმართველი მერკური არის. მე რო უყურებ მერკური რა მდგომარეობაში შერდა, ეს არის მზესთან, ანუ ჩანს რაღაცეები, ხილული არის. და თან რეტროგრადული ფაზა არის. შეცდომები ყველა ვარიანტში იქნებოდა. აი ეს მსოფლიო პოლიტიკას რო შევხედოთ, რაღაცების ისევ დაბრუნება მოუწევთ, გადახედვა მოუწევთ, რაღაცების გაანალიზება მოუწევთ და ეს იქნება საკმაოდ კრიტიკული.
საკმაოდ აი ეს ქალწული შემოიტანს კრიტიკულობას და ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც რო წარმოვიდგინოთ, აი აქ კარგი არის გამოყენება ამ ენერგიის, რომ ცოტა კრიტიკულად შევხედო. რას შეცნები დაუშვი, რაში ვარ ეხლა გახლართული მაგალითად, ჩემ ცხოვრება როგორ მიდის, გულს უსმინო, ანუ ეს თევზები რა არის, იცით? აი მე უნდა უსმინო ჩემ შინაგან ხმას, აი რა მინდა გულით, მინდა მაგალითად აი ძალიან ისე რო გითხრათ, აი რასაც ვწავლობ, ეს მინდა მე, ამ გარემოში მინდა თუ საჭიროა მაგალითად, ხო? და როგორ შეიძლება ესენი ერთმანეთთან რაღაცაით მოვალაპარაკო, ხო? რომ შეიძლება არ მინდა, მაგრამ საჭირო არის. აი ამათ შორის როგორ შეიძლება მივხვდე რამ უნდა გადაწონოს, ხო, სიტყვაზე, ან დაველაპარაკო ჩემ თავს მაგალითად, ხო? იქნებ პირად ურთიერთობაში ვარ და რამდენად უნდა ვიყო, რამდენად არ უნდა ვიყო, ხო? აი სიტყვაზე გეუბნებით, ხო? აი ეს მთვარე ქალწული და იქიდან მზე, თევზები მთელი თავის ტელეუმით. აი ამ დილემებს გააჩენს. ანუ რაციონალიზმი და რწმენა, შინაგანი სურვილები რაღაცნაირად ისე იქნება, აქეთ-იქით. და აი ამის გამოცდა მიდის ახლა რომ გავაანალიზოთ ჩვენ შინაგანად, რომ რა გვინდა, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას პრაგმატულად, პრაქტიკულად, აი გეგმა რო დავსახოთ. მაგალითად, რომ აი ჩემი ოცნებები, ჩემი სურვილები, რაც მაგთევზები, პრაქტიკულად აი ეს უნდა გავწერო გეგმა, როგორ უნდა მივაღწიო. მაგალითად, თუ მინდა მე სიტყვაზე სხეულის ფორმების შეცვლა, ახლა გლობალური პოლიტიკიდან იმას გადავედი, მაგრამ ერთი სისტემა არის, ხო სხვადასხვა ჩაშლი. უნდა გავწერო გეგმები. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ან ამის შემდეგ რა მოხდება. ეს არის ანალიზი, ანალიტიკა, ხო? და მერკური როცა მზესთან არის, ეს ყველაფერი ძალიან ჩანს. და ამ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ საქმე. და რადგანაც ახლა იყო მარსი ურანის კვადრატი, მოქმედება დაუფიქრებელი. აი ამ ესენი გამოჩნდება ძალიან კარგად, იმიტომ რომ ქალწული ამის ანალიზს დაიწყებს. რამდენად ღირდა, რამდენად სწორი იყო, რამდენად პრაგმატული იყო, ხო? რამდენად შედეგებზე გათვლილი იყო, ანალიტიკა უყვარს ქალწულს. და მერკური ახლა, რომელიც არის თევზებში, რეტროგრადული და თან ზესთან შეერთებაში, ისედაც ცოტა დაბინდული არის გონება, არ არის ისეთი რაციონალური ახლა მერკური, ხო, ისედაც თევზური ენერგეტიკა აქვს, მაგრამ ზესთან ეს განათდება, გამოჩნდება, ცოტა მოგვიანებით დაბნელება რო გადაივლის ხოლმე, მე უფრო ჩანს რა იყო შეცდომები დაშვებული, ამიტომ არ არის ხოლმე დაბნელებაზე ეს მით უმეტეს დერეფანში და ბოლო ფაზაში, მთვარის დაბნელებისკენ ბოლო ფაზაში რაღაც ესეთი მკვეთრის დაწყება, მაგრამ დაიწყებოდა, იმიტომ რომ ადრეც თქვით, რომ სატურნი და ნეპტუნი ვერთში ერთად აუცილებლად რაღაც ძალიან სწრაფ დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა მსოფლიო პოლიტიკის კუთხით რო ავიღოთ, საითაც მიდის სამყარო, ეს იქნება ახალი სტრუქტურა, ახალი აი სატურნი არის ჩვენთან სახელმწიფოები, ან თვითონ ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურა, ხო? სტრუქტურას მართავს სატურნი და შეიქმნება ახალი სისტემა. ოღონდ ჯერ იქნება ქაოსი ნეპტუნური, ჯერ იქნება სერიოზული არეულობა და აი მერე გადავა ნენელა მოუწევთ ამის დალაგება. ახალი იქნება ოღონდ, ეს არ იქნება, თან პლუტონი მერწყულში არის და ეს პლუტონი დაანგრევს რაღაც გლობალიზაციის ესე ერთიანობას, ჯერ იქნება დაქსაქსულობა და ის შემდგომ შეიკრება უკვე მართლა, ანუ გადანაწილდება. საერთოდ როცა ეგ სატურნი ვერძის არის, შეიძლება ეს კონფლიქტები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს, კიდევ უფრო ქაოსური გახდეს მსოფლიო დონეზე, თუმცა ეს არ არის ახლა უცებებელი, რომ გადაიზარდოს რაღაცა ძალიან დიდ ომში. უფრო აზიურ სამყაროებთან არის აქ რისკი მაღალი კონფლიქტების, მაგრამ არა ესე რომ ესეთი ბირთვული ომი მოხდეს, ხო, ესე რომ ვთქვათ. პრინციპში დაბნელებაზე რეკომენდირებული არის ასევე რო გითხრათ შეცვლა რაღაცების გადაყრა ფიზიკურ დონეზე, გამოცლა, ძველის გაშვება, ახალი ყიდვა და ახალი ნივთები და ახალი ურთიერთობებში რაღაც სიახლეების შეტანა ნაკლებად არის ხოლმე სასურველი. რამდენიმე დღეც მერე დაბნელების შემდგომაც მოითმინეთ, ყველაზე კარგი არის რაღაცები გაუშვათ, რაღაცები დავასრულოთ და ამუტაბელურ ჯვარს ექნება ყველაზე მეტად შეხება როგორ. აი, შემაწუხებს ემოციები უკვე, რომ აი შეიძლება რაღაცამ უკვე ძალიან შემაწუხოს ფსიქოლოგიურად ან პრაქტიკულად და მომწიოს ამაზე ვიმუშაო, რომ რაღაც გავარკვიო რა არის გასაშვები, რა არის გასამუშავებელი და შემდგომ აი ეს ფაზა გამოვიყენო ამისთვის, რომ რაღაცები დავასრულო, ხო? იდეა არის ეს მეგობრებო. და ასევე ერთი მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ, რომ
მარსიც ახლა უერთდება აქტივებს და მანამდე ახლა ბოლო გრადუსებში მერწყულში იყო, რომ დააყარეს ირანს. და ძალიან ისეთი რთული სიტუაცია არის ხა ეს ყოველთვის მსხვერპლთან არის დაკავშირებული და თან მე ჩემი აზრით მაინც კარგი პროცესები არ მიდის, იმიტომ რომ რეალურად დავუკარდეთ ავტორიტარიზმი ბოლო კუდს იქნევს. ეს პლუტონის ენერგეტიკული ველიც არის აქ მერწყულში. და რეალურად იცით როგორ რაღაც არის ხოლმე როდესაც თან ახლა როდესაც ეს მშვილდოსნური ენერგია არის გააქტიურებული, ხო? მსოფლიოში წამოვიდა ახლა ეს ძალიან პოლიტიკური თემა არის, მაგრამ ლუკაშიც ეს ასტროლოგიაში ძალიან კარგად ჩანს, რომ პოპულისტური ძალები მოძლიერდნენ. და პოპულისტური ძალები ძალიან კარგად იყენებენ უკვე სოციალურ მედიას. თავარი მათი შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე არის მედია, ხო? სადღაც ახლა ურანი რო გადავა მერწყულში, ეს ბოდიშით ტყუპებში, ეს ძალიან გააქტიურდება ყველაფერი, ეს ძალიან დაჩქარდება და შემდგომ ეს რევოლუციაც იქნება, შეიძლება სერიოზული პრობლემებიც მოყვეს ამას, აი ეს გრძელვადიან პერსპექტივაში და ნეპტუნი ვერტშიც აი ამას სერიოზულად შეცვლის მთლიანად. რაღაც ახალი სისტემის მოფიქრება მოუწევთ, იმიტომ რომ ნეპტუნი ეს სოციალური ქსელები არის, ეს ინტერნეტი არის და აქაც სერიოზული ცვლილებები საჭიროების წინაშე დავდგებით, ესე რომ ვთქვათ, ძალიან გლობალურ თემაში რო გითხრათ. თუმცა პლუს აქ რა არის მნიშვნელოვანი, რომ ზე არის კარმულ-აღმავალ კვანძთან შეერთებაში ახლა ამ ეტაპზე და ეს რაღაცნაირად მიუთითებს მაინც რომ ჩართული არის ცოტა საბედისწერო მოვლენებიც, აი მნიშვნელოვანი საბედისწერო ზოგადად კვანძები ყოველთვის დაბნელებას ემთხვევა, მაგრამ აი ახლა როდესაც აღმავალთან არის მზე შეერთებაში და არა დაღმავალთან მაგალითად, ხო? ეს ფაზა მნიშვნელოვანი არის, რომ ცოტა საბედისწერო რაღაცები ხდება. კარმულ კვანძს ეს ახასიათებს ზოგადად. საბედისწერო მოვლენები, რომელიც ვერ შეიცვლება, ესე მოცემულობაში ესე არის და ჩვენ ცხოვრებასაც ეს ახდენს გავლენას რაღაცები, რაც ხდება ახლა ამ ფაზაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენთვის. თუმცა ახლა გულახდილად რო გითხრათ, დაბნელება იქნება თუ რა, პირად კონსულტაციაზე, აი თუ როცა რაღაცნაირად რთული პერიოდი, ახლა ჩემთან როგორ მოდიან, ხო რთული პერიოდი არის, ჩიხი არის და გვინდა გავერკვეთ იქ ტრანზიტებსაც ნახულობ, პირად რუკასაც ნახულობ და აქედან ხდება გარკვევა ადამიანის უკვე ინდივიდუალური რუკით რა ხდება მასთან, რა სიტუაცია აქვს, როგორ გამოვიდეს პრაქტიკულ რჩევებს ვიძლევი ხოლმე, პრაქტიკულ გამოსავალს და სქემას, ესე რომ ვთქვათ. და ეს უკვე ინდივიდუალური კონსულტაციის თემა არის, მაგრამ ზოგადად ეს დაბნელება მაინც მიანიშნებს, რომ ყველას გვეხება იმ კუთხით, რომ ეხლა რაციონალიზმსა და ემოციურ შინაგან ქაოსს შორის ბალანსი არის საპოვნელი, დასაჭერი და მაინც არის მნიშვნელოვანი, რომ თვარის ქალწულის ენერგია გამოვიყენოთ უფრო, რომ აი ამ ქაოსს მივცეთ ლოგიკური, ესე რომ ვთქვათ, გეგმა. ხო, დავალაგოთ კარგად, გავაანალიზოთ რაციონალურად, პრაქტიკულად გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გეგმები. ეს არის ამ დაბნელების გზავნილი, ესე რომ ვთქვათ, ხო? ძირითადად ეს იყო მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. ეს საუბარი შეგიძლიათ კომენტარებით ამეწეროთ ხოლმე, მოიწონოთ ვიდეო და დროებით მეგობრებო.